ლექსად გამრითმელის მაია ბერიძიშვილის სურვილი იყო ღვთის სიტყვის სიყვარული მსმენელისათვის ამ ფორმითაც დაემოწმებინა. არამც და არამც ეს მოკლე პოემა არ უნდა იყოს ორიგინალის ქართული პროზაული თარგმანის ჩასანაცვლებლად. ღმერთი ქრისტიანებს ბიბლიის ფურცლებიდან გვესაუბრება, ხოლო ეს ლექსად მოწოდებული ამბავი კი მხოლოდ გულში მოჭარბებულის გაზიარებაა. ვინძლო კვლავ აღგვეძრას ძლიერი სურვილის განცდა, რომ ბიბლიას მივაკითხოთ და პარალელებითა და წინასახეებით ცოცხალ ღვთისმსულიერ სიტყვას ისევ დავეწაფოთ სულის განსაახლებლად. იონას ამბავი. ძველი აღთქმის იონა წინასწარმეტყველის წიგნის მიხედვით. გათხეფეთელი იონა ძე იყო ამითაისა. უფლის ხმას ცნობდა, იცოდა არვის უზამდა ავისა. ისეთი რამე გაიგო, გული გაუსკდა ლამისა, ღმერთს მისთვის სიტყვა უთქვია და შესრულება ამისა. ადექი წადი ნინევეს, აც გამოიდე თავიო, უთხარი მოსწუდა ჩემს ყურებს მათი საქმენი ავიო. მაშინ იფიქრა, რაღა ვქნა, დღენი დამიდგა საშიში, უნდა გავიქცე იმ ქვეყნად, რომელსაც ქვია თარშიში. დრო არითმენდა და მალე ის იაფოში აღმოჩნდა, თარშისისაკენ წამსვლელი აჰა ხომალდიც გამოჩნდა. ფასი იხადა, ავიდა, გული უცემდა ჩქარაო, იქნებ ღმერთმა ვერც მიპოვოს იფიქროს დაიმალაო. ზღვა აბობუქრდა, აბრდღვინდა, ქროდა ძლიერი ქარიო, უფალი განრისხებულა, რად მითხრა მე უარიო. ხომალდი თუ დაილეწა, მაშინ იქნება ვაიო, მეზღვაურებიც კი მიხვდნენ, მართლაც ღვთის რისხვა არიო. თავი ჩაღუნეს, დამდაბლდნენ, ნახეთ ლოცულობს ყველაო, ნივთებსაც ზღვაში ისროდნენ, იქნება ვიგრძნოთ შვებაო. იონას ბანქვე შეძინა, ნახეთ როგორი მშვიდია. ხედავ რა ხდება ხომალდზე, შენ კი აქ დაგიძინია. ადექი რას დაწოლილ ხარ, ცას შეხაღადე შენცაო, ლამის ჩაკვლაპოს მორევმა ქვეყანა დაიქცესაო. ჩვენმა ღმერთებმა გვიმტყუნეს, ვერა გვიშველეს ვერცაო, იქნებ შენ სუფალს შესთხოვო, გისმინოს ერთადერთსაო. გარეთ ხალხი ახმაურდა, წილი ვყაროთ ერთმანეთში, რომ გავიგოთ დღეს ვის გამო ჩავცვიდით ჩვენ განსაცდელში. ეს ხდებოდა მაშინ, როცა უფლის ხელი ხომალდს ტეხდა. წილი ხარეს, ნუ თუ გიკვირთ, რომ წილი იონას შეხვდა. კითხეს, ვინა ხარ, რა კაცი, რატომ შეგვემთხვა ესაო? რა ხელობის ხარ, რა რჯულის, ეს დღე რად დაგვიდგესაო? მიუგო, ებრაელი ვარ, მე კაცი ღვთისა მოშიში. უთხრეს, ასეთი რა ქენი დღეს ჩვენ გვაჭამე რომ შიში. ჩემი ღმერთია, რომელმაც ცადა ხმელეთი შექმნაო, მას ვემალები, გიტყდებით ასე არ უნდა მექნაო. კითხეს, რა გიყოთ, გვითხარი და ნუ ხარ გარინდებულად, რადგან ზღვა ისევ ღელავდა, გრგვინავდა კვლავინდებურად. მანაც უთხრა, ამიღეთ და გადამაგდეთ წყალშიო, თუ არა თავს დაიღუპავთ იტყვით, ცოდეთ რაშიო. ვერ გაბედეს მეზღვაურთა და მოუსვეს ნიჩბები, ზღვა კი უფრო აბობუქრდა, აიშალათ ფიქრები. მაშინ კი ღმერთს შეჰყაღადეს, იქნებ რამე გვითხრაო, ნუ დაგუღუპავ ამის გამო, მართალ სისხლს ნუ გკითხაო. ყველას იცნობ, ვინც ამ ცისქვეშ შენთა თვალწინ ვიდოდა და ეს საქმეც შენ მოაწყვე, როგორც თავად გინდოდა. ზღვაში ისროლეს იონა, თქოს ჩვენ უნდა ვქნათ ესაო. უფალს აღთქმები დაუდეს, თან მსხვერპლიც შესწირესაო. წყალი დაწყნარდა, სიჩუმეს არღვევს მსუბუქი სიოდა, რწმენა შეცვლილი კაცების ლოცვა ვედრება ისმოდა. მაშინ ღმერთმა მოავლინა ზღვაში დიდი თევზიო, უბრძანა და იონასკენ აქნევინა გეზიო. გადასანსლა არ დასჭირდა ამას ბევრი რამეო, კაცი იჯდა თევზსა შიგან 3 დღე და ღამეო. მის მუცელში იონა დგას თავდახრილი მორცვა და ჭირში მყოფმა ზღვის გულიდან აღავლინა ლოცვა. წყლის მორევმა ჩამithრია, მისა ფსკერზე ჩამაქანე, კიდევ ერთხელ ხმა გამეცი, კიდევ ერთხელ გამახარე. ნახე უფსკრულმა მომიცვა, ყელამდე მომწუდა წყალიო, ნეტავი როგორ მოვიქცე, უფლისა მე მაქვს ვალიო. სულს რომ ვღაფავდი, თვალები მე ზეცას მივაპყარიო, ჩემთვის ვთქვი, ჩაკეტილია ღვთის წმინდა ტაძრის კარიო. ნუ თუ ამ ჩემმა ვედრებამ შემოაღწია შენამდე და მივხვდი, ჩემი სიცოცხლე სულ ახლოს იყო შველამდე. ამაოების მსახური ვერ ღირსება წყალობას, რაც აღთქმული მაქვს, დავიცავ, გულში გიმღერებ გალობას. მაშინ ღმერთმა თევზს უბრძანა, ახლა მოიქეც ასეო. იონა ამოიყვანე და დასვი შენ ხმელეთზეო. მან უკვე იცის, რაც მოხდა, რომ ყველა მასზე ახია და თევზმაც ჩვენი იონა მიწაზე ამოანთხია. კვლავ სიტყვა ესმა იონას, შენ თუ უფალი გიყვარსო, ნინევეს წახვალ და იტყვის აქადაგებელ სიტყვასო. ადგა წავიდა იონა, როგორც მას ღმერთმა უბრძანა, 3 დღის გზაზე იარა და ღლამ მაინც ვერ უძალა. დაქადაგებდა მთელი დღე, გამოისწორეთ ქცევაო, თორემ 40 დღის მერე ნინევე დაიქცევაო.
იწამეს ნინეველებმა და მარხვა გამოაცხადეს, რომ ამ ღვთისკაცი იონას ყველა სიტყვა არ აცხადდეს. ქალაქის ყველა მცხოვრებმა ჯვალუნი შემოირტყესო. დიდი პატარა პირუტყვი უსმელ უჭმელი იყვესო. ყველას სიკეთე მივაგოთ, თუ გინდაც იყოს ის სხვაო, იქნებ ინანოს უფალმა და მან დაიცხროს რისხვაო. იონა გამწარებულა, ნეტავ რამ გაახელაო, უფალს წყალობა უქნია, რამ ადლი და რამ ხელაო. ნახეთ რა დღეში ჩავარდი, ტყუილუბრალოდ დავრბოდი, აი რატომ არ მინდოდა, აი მეც ამას ვამბობდი. მეტი არ მინდა სიცოცხლე, მაშ ამომხადე სულიო. უფალმა უთხრა, რას ბრაზობ და რა თხარ თავგასულიო. იონა ადგა, წავიდა, ქალაქს გამოცდა ჩქარაო, მოიჩრდილა და ჩამოჯდა, ჩარდაღ ქვეშ თავი მალაო. შორით უნდოდა გაეგო, თუ ქალაქს რა მოუვიდა. ღმერთმაც იზრუნა და გვერდით აყირო ამოუვიდა. თქვა, მან რა იცის რას ამბობს და წინაც უსწრებს ენაო, აყირო მოუჩრდილავს და გაექარვება წყენაო. მაგრამ ღვთისნებას ვინ იცნობს, თანაც თუ მეტყვის მე ვინა, ღმერთმა მატლები გაგზავნა, აყირო შეაჭმევინა. მზე ამოვიდა, ჩამოცხა, უბერავს ცხელი ქარიო, დაღონე მიხდილ იონას სწვავს თითქოს ცეცხლის ალიო. მაგრად გამწარდა იონა და თანაც სიკვდილს ნატრობდა, სიცოცხლე არად მიგდია, მიმატოვესო მარტოდა. უფალმა უთხრა, რა მოხდა, ასე რამ გაგანწარაო, ღვთისგან როგორც ხოს მიიღებ, უნდა მიიღო არაო. შენ აყირო დაგენანა, გაჩნდა გრძნობა ფაქიზია, თუმცა შენ არ დაგირგავს და თუმცა შენ არ გაგიზრდია. ნინევეში მხოლოდ ბავშვი დღეს 120,000-ია, ყველა მიყვარს, მენანება ჩემთვის ყველა ლამაზია. ესეც იონას ამბავი, სიტყვები დადგა გორებად, დაწერილია ეს ჩემთვის და შენთვის შესაგონებლად. სიტყვას ვეძებდი ღვთის შუქზე, თვით ღმერთი არის ნათელი, ლექსად გამოდგა თუ არა, მე მაინც ავთქვი სათქმელი.